წლის პირველი გამოფენა და დამთვალიერებლის არჩევანი მსოფლიოში აღიარებულ სამოგზაურო ვებგვერდზე ხელოვნების სასახლე წლის პირველ გამოფენას მასპინძლობს ახალგაზრდა მხატვრის მარია მოდიშვილის პერსონალური ექსპოზიცია აირჩიე მიმართულება სასახლის საგამოფენო სივრცეში იხსნება ექსპოზიცია სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს საერთიანებს ხელოვნების სასახლე კი ახალ წელს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებით შეხვდა დამთვალიერებელთა მრავალრიცხოვანი გამოხმაურების შედეგად სასახლე TripAdvisor-ის სიაში პირველ ადგილზეა. აირჩიე მიმართულება, დაიჭირე წამი. მარია მოდიშვილის პერსონალური გამოფენა ერთგვარი თამაშია რეალობასა და ილუზიას შორის. თითოეული ნამუშევარი ფერებისა თუ გამოსახულებების სახით მეტაფორულ სიმბოლოებს გამოხატავს. ეს არის ერთგვარი ვიზუალური მეტაფორა შინაგანი ზრდის, როგორც მცენარეები, ასევე ჩვენი შინაგანი ზრდის პროცესები ალეგორიულად დავაკავშირე ამ ნამუშევართან. სიმბოლოებით დატვირთული თითოეული ნახატი დამთვალიერებლისთვის ერთგვარი გამოცანაა, სადაც ვარდისფერი ჭადრაკის დაფის ცენტრალურ ფიგურად შველს შეხვდებით, ბილიარდის მაგიდაზე კი პეპლებს. ბილიარდი ჩემთვის სიმბოლოდ იქცა არჩევანის უნიკალური ტრაექტორიის და ეს ორი თემატიკა ერთმანეთს შეერწყა და რაღაც ერთგვარი სიმბოლური ნამუშევარი გამოვიდა ამ თავისუფალი არჩევანისაც და ამ პეპლებისაც როგორც ტრანსფორმაციის სიმბოლო. პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში მიღებული გამოცდილება ინდივიდუალური შემოქმედებითი ხელწერის პოვნაში დაეხმარა. სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრების გზავნილებით ამჯერად ხელოვნების სასახლის ისტორია და მისი საგამოფენო სივრცე იქცა დამთვალიერებელთან შეხვედრის ადგილად. ეს ნამუშევარი ერთ-ერთი სიმბოლოა ამ უსაზღრო თუ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის. მწვანე ცეცხლი სიმბოლოა ჩემთვის ერთგვარი ტრანსფორმაციის და განახლების და ზუსტად აი ამ უსაზღრო სივრცეში მდგომი ფიგურა დავაკავშირე ინტროსპექციასთანაც, მაგრამ ასევე ამ ახალ აღმოჩენებთან. წლის პირველი გამოფენითა და ახალ სამუზეუმო კოლექციებთან ერთად ხელოვნების სასახლე მთელი თავისი დიდებულებით დამთვალიერებლისთვის რჩეულ ადგილად იქცა. მრავალრიცხოვან სტუმართა გამოხმაურებების შედეგად მსოფლიოში აღიარებულ TripAdvisor-ის სამოგზაურო ვებგვერდზე თბილისის 52 მუზეუმს შორის ხელოვნების სასახლე პირველ ადგილზე დასახელდა. ყველაზე სასიხარულო და სასიამოვნო ის არის ჩვენთვის, რომ ამ ყველაფერს წყვეტს დამთვალიერებელი. მხოლოდ დამთვალიერებელი და მისი კეთილი ნება, განწყობა თუ შეფასებები გაყენებს ამა თუ იმ ადგილზე და აი ახლა ჩვენ ვემზადებით ახალგაზრდა მხატვრის მარია მოდიშვილის პერსონალური გამოფენისთვის. ეს არის წლის პირველი გამოფენა. არ გამოურიცხავ, რომ ამ მოგზაურთა საიტზე მოხდეს მარიამის ნამუშევრები, იმიტომ რომ ყოველდღიურად მუზეუმში საკმაოდ ბევრი უცხოელი დამთვალიერებელი დადის. ხელოვნების სასახლის ისტორიულ და თანამედროვე ავტორების არტ თავგადასავალში დამთვალიერებელს მთელი წლის განმავლობაში აღმოჩენებით სავსე არაერთი მოგზაურობა ელის.